ხო, კარგი ალბომია. ძალიან კარგი ალბომი. ყველაფერი კარგად არის. ობიექტურად რომ ვთქვათ, მე ასე ვფიქრობ. ყველაფერი, ყველა ტრეკი კარგი და განსაკუთრებულია. ამაზე ბევრად უფრო გავლენიანი ალბომები არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ Machine Head უფრო ძლიერი ალბომი იყო, მე მაინც ვფიქრობ, რომ In Rock-ის გავლენა და მისი ზემოქმედება ეს სეისმური. ძალიან განსხვავდებოდა Led Zeppelin-ისგან, ძალიან განსხვავდებოდა Black Sabbath-ისგან, ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც Cream-მა გააკეთა. ეს მართლაც პროგრესული მუსიკა იყო, ძალიან პროგრესული მძიმე მუსიკა. ეს ხუთი ბიჭია, რომლებიც ერთსა და იმავე გზას მიუყვებიან. ამას ასე ვერ მიიღებ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამის გაკეთებას და არიან ადამიანები, რომლებიც იმპროვიზაციაზე მუშაობენ. თუმცა იმპროვიზაციაზე ვერ იმუშაობენ. მას უბრალოდ უნდა მიიღო. და ჯგუფი უბრალოდ ცოცხლდება. ეს უბრალოდ განსხვავებული ჯგუფია ყველაფრისგან. ისინი მართლაც რაღაც იყვნენ, რაც კლასიკური მუსიკის დღეებს უბრუნდებოდა. ვაგნერი კომფორტულად იგრძნობდა თავს Deep Purple-ში. როდესაც EMPC ბარაბანს უკრავს, ჯონი თავის ჰამონზე უკრავს და რიჩი მიყვება მას. ისინი ერთმანეთს ეხუმრებიან. ერთმანეთს გამუდმებით უბიძგებენ ზღვრამდე. EMPC კი ყოველთვის უბრალოდ ზის იქ და რიტმს ინარჩუნებს. შესანიშნავ შესრულებებს უსმენ. ჰარდ როკის ისტორიაში უდიდეს შესრულებას. ანუ ეს არის ერთ-ერთი განსაზღვრელი ჩანაწერი იმ კონკრეტული ჟანრის და როკ მუსიკის იმ კონკრეტული პერიოდისთვის. ყველა დროის უდიდესი როკ ენ როლ ჯგუფია. როკის ეტაპები. Deep Purple in Rock. პირველი Deep Purple ჯგუფი, რომელსაც ზოგადად Mark Once უწოდებენ, ცხოვრება დაიწყეს როგორც ბიზნესი ნადადება. კაცმა სახელად ტონი ედვარდსმა, რომელიც ტანსაცმლის ინდუსტრიაში მუშაობდა, ოქსფორდის ქუჩის ზემოთ, სადაც საბითუმო ტანსაცმლის მაღაზიებია, გაიცნო მომხიბვლელი მოდელი, რომელსაც მომღერლობა სურდა. და მისი მეშვეობით ის შეხვდა რამდენიმე ადამიანს მუსიკალურ ინდუსტრიაში. ამ ადამიანთა შორის იყო ერთი ბიჭი სახელად კრის კერტისი, რომელიც ადრე ბარაბანზე უკრავდა The Searcher-ში. კრის კერტის ჰქონდა იდეა შეექმნა ჯგუფი სახელად Roundabout და იცოდა კიდეც, ვინ უნდა დაეკირავებინა. იმ ადამიანთა შორის, ვისი დაქირავებაც სურდა, იყვნენ ჯონ ლორდი და რიჩი ბლეკმორი. Deep Purple-ის ძირითადი ბირთვი და მათი სამი მენეჯერიდან ერთ-ერთი. კრის კერტისი მათ მალევე ჩამოშორდა. ლორდმა და ბლეკმორმა დაიკირავეს EMPC, როდ ევანსი და ნიკ სიმბერი. ახლა Deep Purple-ის ადრეული ფაზის აღწერა ასე შეგვიძლია. არეული. ეს იყო მდნარი ქვავი. ის ცდილობდა ეპოვა სტილი და მიმართულება. მას ჰქონდა იმ დროის პოპის ელემენტები, ფსიქოდელიის ელემენტები, ბლუზის, კლასიკის ელემენტები, პროგრესის ელემენტები, მაგრამ ყველა ამ სამ ალბომს თითქმის ერთი საერთო აქვთ. ისინი მდნარი ქვაბია. ეს იყო მიმართულების გარეშე, მაგრამ ცდილობდა მიმართულების პოვნას, რაც ამ სამ ალბომს Deep Purple-ის ოდესმე ჩაწერილ ყველაზე მომხიბვლელ ალბომებად აქცევს. Deep Purple ძალიან სწრაფად შეიკრიბა. მათ ზეწოლა იყო, რომ თითქმის მყისიერად გამოეშვათ რამე ჩანაწერი. მათ არ ჰქონდათ დრო, რომ დამსხდარიყვნენ და დაეგეგმათ. ერთად ბევრი სიმღერა დაეწყეს. ასე რომ მათ დაიწყეს საკმაოდ ბევრი ქავერის გაკეთება და Hush იყო ერთ-ერთი ასეთი.
ის პირველი ალბომისთვის გაკეთდა და შემდეგ სანამ ამ ყველაფერს გააცნობიერებდნენ, Hush სინგლად გამოუშვეს, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა ამერიკულ ჩარტებში. და ჯგუფისთვის, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო ერთად, ეს საკმაოდ გასაოცარი დასაწყისი იყო მათი კარიერისთვის. She's on my mind. No doubt about it, she looks so fine. She's the best girl that I've ever had. Sometimes she's gonna make me feel so bad. They didn't know where to position themselves in the მათ არ იცოდნენ, სადა ეკავებინათ ადგილი იმ დროის დიდ ქვის ციხესიმაგრეში. და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ისინი უფრო წარმატებულები გახდნენ ამერიკაში, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. მათ არ ჰქონდათ პარლაფონთან რამე კონტრაქტი. ისევე როგორც Beatles. EMI ნაკლებად ენთუზიაზმით იყო განწყობილი ჯგუფის მიმართ, ვიდრე მათი ამერიკელი კოლეგები. ისინი ნამდვილად არ უწევდნენ მათ პოპულარიზაციას ან დიდ მხარდაჭერას საკუთარ ქვეყანაში. ჯგუფის არსებობის პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან ცოტა ადამიანი იყო მათ შესახებ ინფორმირებული დიდ ბრიტანეთში, მაგრამ შტატებში ეს სხვა ამბავი იყო. და ამის შემდეგ არასდროს გამოუციათ ასეთი წარმატებული სინგლი. ჰქონდათ ისეთი რაღაცები, როგორიცაა River Deep Mountain High, Can't Be Woman და სხვა ქავერები, მაგრამ ამერიკაში მათ დაიწყეს ამუზარმაზარი მოულოდნელი წარმატებით და შემდეგ პრობლემა შეექმნათ მის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ყოველთვის იყო ლეიბლის მოთხოვნა, რომ ჩვენ გვინდა pop ჰიტების გაკეთება. ჩვენ გვჭირდება pop სიმღერები, რომ ჩარტებში შევიტანოთ. თავად Deep Purple არასდროს ჯეროდა, რომ ისინი pop ჯგუფი იყვნენ. ეს იყო სიგიჟე, რადგან ამან მათ კარიერის იმ ეტაპზე ფერი შეუცვალა. აქედან გამომდინარე მიზეზი, რის გამოც საბოლოოდ შეცვალეს ჯგუფის შემადგენლობა, იყო ის, რომ კონცენტრირება მოეხდინათ იმაზე, რაც ნამდვილად სურდათ ყოფილიყვნენ, რაც ნამდვილად პროტოტიპული ბრიტანული მძიმერობი იყო. ახალგაზრდა ჯგუფს ხშირად ძლიერი პროდიუსერი სჭირდება. Led Zeppelin-ს ყავდა Jimmy Page, რომელსაც ძალიან მყარი წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, თუ რა სურდა. მაგრამ Derek Lawrence ალბათ უფრო მტკიცედ უნდა მოქცეულიყო. ან შესაძლოა უბრალოდ ფიქრობდა, რომ მისი კომერციული სმენა არ იყო საკმარისად კარგი, რადგან პირველი ალბომიდან ჰიტის მიღების შემდეგი ორი ალბომი ნამდვილად კატასტროფული იყო. და თანამედროვე ეპოქაში თუ ჰიტი ალბომი გექნებათ, რასაც ორი წარუმატებელი ალბომი მოჰყვება, მაშინ ნამდვილად სერიოზულ უბედურებაში ხართ. ამიტომ ვფიქრობ, Purple-მა ეს ისევე კარგად გაიგო, როგორც სხვებმა. მათ იცოდნენ, რომ უნდა შეცვლილიყვნენ. ვფიქრობ, Mark I-ის შემადგენლობამ რამდენიმე ძალიან კარგი ტრეკი გააკეთა. ზოგი ქავერი, ზოგი ორიგინალი, რაც მართლაც მიუთითებს იმაზე, თუ სად მიდიოდნენ ისინი. Mark I არა მხოლოდ ვითარდებოდა, არამედ ძალიან მყარ საფუძველს აგებდა, საიდანაც Mark II შეეძლო აფრენა. დავიტყოდი, რომ Mark I-ის გარეშე Mark II არასდროს იპოვიდა თავის ადგილს, ასე იოლად და მარტივად. Purple იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ჯგუფთაგანი, რომელიც არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ბლუზის ვარიაციების დაკვით. მათ უფრო მეტი ტექსტურა ჰქონდათ თავიანთ ნამუშევრებში, მაგრამ პრობლემა ჰქონდათ. თქვენ იცით, რომ Rod Evans-ი არასდროს ყოფილა საკმარისად კარგი ჯგუფის ფრონტმენი. როდი უფრო ბალადის ოსტატი იყო, რასაც Richie Blackmore ყოველთვის ამბობდა. ასე რომ, თუ მათ ნამდვილად სერიოზული როკ ჯგუფის კვალზე დადგომა სურდათ, ეს იყო პირველი პრობლემა, რომელიც ნამდვილად უნდა მოეგვარებინათ. განსაკუთრებით Richie Blackmore-ს ჰქონდა ასეთი ხედვა და წარმოდგენა იმ მიმართულების შესახებ, რა მიმართულებითაც სურდა ჯგუფს წასვლა. მათ ჰქონდათ ერთგვარი რეპუტაცია ორიგინალური შემადგენლობით, რომ ის ცოტა უფრო პოპი იყო. არ ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად სამართლიანია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მათ ჩაწერეს Beatles-ის სიმღერების ქავერები და ასე შემდეგ, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი არ იყვნენ ალბათ ისეთი სერიოზული როკ ჯგუფი, როგორიც იმ დროს ზოგიერთი ჯგუფი, როგორიცაა Cream და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მას სურდა ჯგუფი უფრო მძიმე, უფრო აგრესიული მიმართულებით გადაეყვანა. მახსოვს, Richie Blackmore მეუბნებოდა, როცა ის Led Zeppelin-ის მოსასმენად წავიდა, რომ მათ უნდა ეპოვათ ვინმე, ვისაც Robert Plant-ის მსგავსად შეეძლო კვირილი. და ასე აღმოაჩინეს
იენ გილანი. თავის მხრივ იენ გილანი და როჯერ გლოვერი ერთად აფეთქებას ავიდებდნენ. ერთად შესანიშნავად წერდნენ. ორივე მათგანი მართლა კარგად წერს. და მათი ჯგუფში შემოყვანით ვფიქრობ დიპ პარკლი ახალ დონეზე ავიდა. იენ გილანმა გითხრა, რატომ არ გინდა დაიყვანოთ ჩემი მეგობარი როჯერი. ერთ დღეს როჯერ გლოვერიც მოვიდა. სიმპერი იმ დროს არ იყო და როჯერს ჯგუფთან ერთად ჯემ სესიები ჰქონდა. მათ გააცნობიერეს, რომ ეს ბიჭი საკმაოდ კარგი იყო. ასე რომ აქ უკვე ცვლილება ხდება. ერთდროულად ახალი ბასისტი და ახალი მომღერალია ჯგუფში. როჯერი უეცრად ვიპოვეთ. როჯერი ძალიან კარგი მუსიკოსია. ის სესიაზე გამოჩნდა, რათა ერთი ნომერი შეასრულებინა. ჩვენ თავდაპირველად არ ვაპირებთ მის აყვანას, სანამ პეისი მართლა. ის კარგი ბასისტია. მოდით დავიტოვოთ. რაც შეეხება ამ საკითხს. ერთი შეხედვით ეს ცვლილება ძალიან უმტკივნეულად მოხდა. მაგრამ კულისებში ასე სულაც არ იყო. ვფიქრობ, ნიკ სიმპერი ძალიან გაბრაზებული იყო და მათ მოუწიათ მისი ასე ვთქვათ მოსყიდვა და ფულის მიცემა, რომ შვიდად წასულიყო. როდ ევანსი ცოტა განსხვავებული იყო, რადგან ვფიქრობ, როდ ევანსი ამერიკულ ტურნეზე შეხვდა მდიდარ ქალბატონს და გეგმავდა ამ ქალბატონზე დაქორწინებას. მან ეს გააკეთა კიდეც, ასე რომ ის უბრალოდ გაუჩინარდა. ვფიქრობ, როდ ევანსი იყო ის, ვინც თქვა, რომ სხვათა შორის ერთხელ მისმა მეგობარმა უთხრა, გავიგე დიპ პარკლიდან წახვედი. მან კი უთხრა, საერთოდ იცი რა ზალაპარაკო. ეს მხოლოდ დენი იყო და არა მე. ამის შემდეგ უკრავდნენ კონცერტს მარკვანის შემადგენლობით. შემდეგ ყველა ლონდონში დაბრუნდა და გააგრძელეს რეპეტიციები გილანთან და გლოვერთან ერთად. შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ გაიგეს, რომ ისინი წასულები იყვნენ. ნიკი კონსტრუქციული არ იყო. არანაირი იდეა არ ჰქონდა და საშუალო ბასისტი იყო. ამიტომ უნდა წასულიყო. როც უბრალოდ ამერიკაში უნდა და წასულა და იქ ცხოვრობა. ძალიან კარგად მუშაობდა. ის ყოველთვის ძალიან კარგი იყო. როჯერი ძალიან კარგი ბიჭია, ისევე როგორც ნიკი, მაგრამ ის ცოტა გაგვინეწენდა. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჯონ ლორდს ვესაუბრებოდი. ამბობდა, რომ ნიკ სიმპერი კვლავ საკმაოდ გაბრაზებულია დიპ პარკში მოპყრობის გამო. ვისი გადაწყვეტილება იყო ეს? ჯგუფის თუ მენეჯმენტის? თუ უბრალოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება? მათ ბევრი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი და ეს ნიშნავდა უამრავი ფულის დაკარგვას. სიტუაცია როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ევანს და სიმპერს საკმაოდ ცუდად ეპყრობოდნენ დანარჩენი სამი და ყველა სხვა დიპ პარკლის გარშემო. სამწუხაროდ, ისტორია მათ საკმაოდ ცუდად მოეპყრო. მაგრამ მუსიკალურობის თვალსაზრისით ზუსტად ვიცით, რომ სულდათ მათი შეცვლილი შემადგენლობა. ძირითადი ცვლილება გილანსა და გლოვერთან დაკავშირებით ვფიქრობ, თავდაპირველად ის იყო, რომ მათ ბევრად მეტი იდეა შექმნეს. როდესაც ჯგუფი რეპეტიციას გადიოდა და ალბომისთვის სიმღერების იდეებზე მუშაობდა, ბევრი რამ ამ ბიჭებისგან მოდიოდა, განსაკუთრებით როჯერ გლოვერისგან. ის ჯგუფში იყო, სადაც ბევრს ნამდვილად არ წერდნენ. ეს უბრალოდ პოპ ჯგუფი იყო. ის მოულოდნელად აღმოჩნდა ჯგუფში, სადაც რიფს უკრავს, იდეით მოდის. ჯგუფის დანარჩენი წევრები მისგან იკვებებიან და ისინი ამ იდეებს იყენებენ. დიპ პარკლის ნამდვილად არ დაუწერია დიდებული სიმღერები, თუმცა შემადგენლობის შეცვლით ესეც შეიცვალა. როდესაც როკ ჯგუფების იდეას აღწევენ, ადრე თუ გვიან ყველაფერი თავის ადგილზე დგება სწორ დროს. ჯგუფში ორი ახალი ბიჭი შემოდის და ყველაფერი თავისით ლაგდება. როდესაც ხუთი ბიჭი ყავს, რომლებიც ასე კარგად ერწყმიან ერთმანეთს, მათ ოთახში ათავსებ და ის უბრალოდ მუშაობს. იღბლიანი ხარ, თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეეცნობა მას. ზოგიერთს გაუმართლა, რომ ეს ორჯერ, შესაძლოა სამჯერ ჰქონდა, მაგრამ ამ ქიმიას იღებთ, როცა ბუნებრივად იცით ვინმეს ინსტინქტური მოქმედება და შეგიძლიათ მიხვდეთ მას. სწორედ ამან აქცია ეს ალბომი შესანიშნავ ალბომად, რადგან მათ ახალი ხალხი შემოჰყავდათ. ამიტომ იყო ახალი იდეები და იყო ახალი სტიმულაცია. როჯერ გლოვერი და იენ პეისი თავიდან ბრწყინვალედ ჟღერდნენ ერთად. ვფიქრობ, როჯერ გლოვერი ნამდვილად არ არის ჯგუფის საყრდენი. ისეთი ჯაზური და თავისუფალი ფორმის მუსიკოსის გვერდით, როგორც იენ პეისი ზოგჯერ შეიძლება ყოფილიყო.
საკმაოდ ავანტიურისტი დრამერია. ის ნამდვილად ვარსკვლავი იყო და ვფიქრობ, როჯერ გლოვერი არასდროს ტრაბახობდა. ჯგუფს სჭირდება ვინმე, ვინც უბრალოდ შეინარჩუნებს ძველ კარს საფუძველს. ეს არ ნიშნავს როჯერ გლოვერის შესაძლებლობების დაკნინებას. ის ცხადია ბრწყინვალე ბასისტია, მაგრამ ძალიან კარგადაც ცნობიერებდა ანსამბლის ერთად შენარჩუნების აუცილებლობას. ისინი კატალიზატორები იყვნენ რიჩი ბლეკმორში, ჯონ ლორდში და იენ პეიჯში საუკეთესოს გამოსავლენად. არა იმიტომ, რომ მათ ალბათ ძალიან ბევრი სჭირდებოდათ, მაგრამ ცხადია რაღაც სწორი ქიმია არ იყო ორბიჯთან, რომლებიც მათ წინ უძღვებდა. ახლა მოულოდნელად ფარფლი წერდა სიმღერებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას ეთმობენ. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ისინი როკ მუსიკაში ოდესმე დაწერილ საუკეთესო სიმღერებს შორის არიან. ვფიქრობ, როჯერ გლოვერი ნამდვილი მეტრონომიც იყო. მას შემდეგ, რაც მან იენ პეიჯთან დაიწყო მუშაობა, ორივე მათგანი ძალიან მყარი იყო. მახსოვს როგორ ეხურა როჯერს კოვბოის ქუდი და როგორ ირხეოდა მუსიკის რიტმში. იენ გილანს ძალიან გრძელი თმა ჰქონდა. ყველას გრძელი თმა ჰქონდა, მაგრამ მას განსაკუთრებულად გრძელი თმა ჰქონდა იმ დროისთვის. ინსტრუმენტული ნაწილების დროს ის თავს ისე იქნევდა, რომ თმა წრეში დატრიალდებოდა, რაც მას მკაცრ იერს აძლევდა. ის ასევე ბონგოსაც უკრავდა. არ ვიცი ამას რატომ აკეთებდა, რადგან თავის ქნევით თავის ტკივილი იმართებოდა. ასევე არ ვარ დარწმუნებული, რომ იენი ბონგოს პროფესიონალი დამკვირვებელი იყო, რადგან სიმართლე გითხრათ, მას ყოველთვის ვერ გაიგონებდით. რამაც ნამდვილად დაიძულა ხალხი ყურადღება მიექცია, იყო კონცერტი ალბერტ ჰოლში, ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. რა ჯანდაბაა ეს ყველაფერი? ეს ძალიან პრეტენზიული იყო. სისულელია ეს ხომ როკია, რომელიც ცდილობს მოიგოვოს სანდოობა და პრესტიჟი. მხატვრული მიმართულება, რომელსაც არ იმსახურებს, მაგრამ რა თქმა უნდა ისინი დროს უსწრებდნენ. ჯონ ლორდს მოსწონდა მისი შექმნის იდეა, რადგან მას ისედაც ჰქონდა ამ მიმართულებით მიდრეკილებები. დანარჩენებიც დათანხმდნენ. ვფიქრობ, ენთუზიაზმის სხვადასხვა ხარისხით. ყველაზე ენთუზიასტი ჯონი იყო. შემდეგ ალბათ იენ გილანი, რომელსაც სურდა სერიოზულ მუსიკოსად აღექვათ. პეისი და გლოვერი რაღაცნაირად გაურკვევლობაში იყვნენ. მაშინ, როცა რიჩი ბლეკმორი ამას ითმენდა. ეს სასაცილო იყო და მრავალი თვალსაზრისით წარუმატებლად ითვლებოდა, როდესაც ის პირველად შესრულდა და გამოვიდა. მაგრამ სხვა თვალსაზრისით დროს უსწრებდა. დიახ, ეს სიგიჟე იყო. ეს ძალიან პრეტენზიული იყო. მან ასევე უმნიშვნელოვანესი მომენტი შექმნა. მან ამოსუნთქვის საშუალება მისცა ფარფლს გამოეშვა რაღაც მართლს წარმოსაჩენად, სანამ ისინი ნამდვილად ავითარებდნენ სიმღერებს, რომლებიც ინ როკზე უნდა ყოფილიყო. ეს შეიძლება კომერციულად ან თუნდაც მხატვრულად არც ისე წარმატებული ყოფილიყო. მაგრამ მან სათაურებით მიიპყრო ყურადღება. ეს დიდი ამბავი იყო. მას ასევე ის ეფექტი ჰქონდა, რომ დი პარკლი სერიოზულ მუსიკოსებად და არატრივიალურ პოპ ჯგუფად წარმოაჩინა. მაგრამ ვფიქრობ, რიჩიმ გარიგება დადო ჯონ ლორდთან და დანარჩენებთან. მან თქვა, თუ ამას დავთანხმდებით და ალბერტ ჰოლში ვიოლინოებითა და ჩელოებით ამ ბიჭებთან ერთად გამოვცხადდებით და დავუკრავ, მაშინ შემდეგში სრულ მასშტაბიანი როკ ალბომი უნდა გავაკეთოთ. შემდეგი ბლუზ როკ ალბომი იქნება და ეს ის მიმართულებაა, რომლითაც უნდა წავიდეთ. კლასიკურ ორკესტრებთან დაგვით დავიღალე და ვიფიქრე, ახლა ჩემი ჯერია. მე როკის დაკვრას ვარჩევდი. ჯონს კი უფრო კლასიკური ხელოვნება იზიდავდა. უთხარი, შენ ეს გააკეთე, მე როკს გავაკეთე.
რომელიც უკეთესი გამოვა, იმას გავაკეთებთ. თქვი, თუ ეს ჩანაწერი არ გამართლებს, მაშინ მთელი ცხოვრება ორკესტრთან ერთად დავუკრავეთ. ეჭვგარეშეა, რომ ჯგუფმა მეტი დრო დახარჯა ინროკზე, მაგრამ ის დრო, რაც მათ დახარჯეს, ეს არ იყო პრობლემების გამო. ეს იმიტომ იყო, რომ სურდათ ყველაფერი სწორად გაეკეთებინათ. ისინი მართლაც ენთუზიაზმით იყვნენ სავსე. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ჯგუფში პიროვნებებს შორის დაძაბულობა გაჩნდა. ეს საიდუმლო არ არის. ხუთივე მათგანმა გააცნობიერა, რომ მათ მართლაც კარგი მუსიკოსების ჯგუფი ყავდათ შეკრებილი და კარგად შეეძლოთ მუშაობა, თუ მონდომებას გამოვიჩენდნენ. ინროკის შექმნის დაწყებიდან დასრულებამდე დაახლოებით 1 წელი დასჭირდა. იმ მომენტიდან, როცა გილანი და გლოვერი შეუერთდნენ და დაიწყეს დემო ტრეკების ჩაწერა, სანამ ალბომი გამოვიდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მათ დავალებული ჰქონდათ კონცერტო ფორ გრუპ ენდ ორკესტრას ჩანაწერის გაკეთება. ასევე რამდენიმე შოუს ჩატარება როგორც ინგლისში, ასევე ამერიკაში. ეს კი მათ გრაფიკიდან საკმაოდ დიდ დროს ითხოვდა. რიჩი ბლეკმორი ძალიან გაღიზიანებული იყო ჯონ ლორდით, რადგან ამ პატარა პროექტზე უამრავი დრო დახარჯა, რომ პარკლის რეპეტიციების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოტოვა, როდესაც დემო ტრეკების ჩაწერას აკეთებდნენ. მათ ჩაწერა დაიწყეს ლონდონში, ჰენუელის საზოგადოებრივ ცენტრში, და ეს იყო საკმაოდ იზოლირებული მუნიციპალური შენობა, სადაც მათ შეეძლოთ იმდენი ხმაური გამოეშვათ, რამდენიც სურდათ. თუ თქვენ ხართ ჯგუფი, რომელიც ინროკისთვის ტრეკებს ჭრის, საკმაოდ კარგი სიტუაცია. იქ ერთ-ერთი ჯგუფი რეპეტიციას გადიოდა, ამავე სივრცეში, მიმდებარე ოთახში. ისინი შესაძლოა usmenდნენ კედელთან პატარა ჯგუფით. ზედმეტად ყურადღებით უსმენდნენ, რადგან ეს იყო ჯგუფი, რომელსაც მაშინ Spice ეწოდა. მაგრამ მოგვიანებით მათ ურაია ჰიპი ეწოდათ. ვისაც ერთხელ მაინც მოусმენია ურაია ჰიპის ჩანაწერები, შეიძლება დაეთანხმოს იმ აზრს, რომ მათ შესაძლოა რამდენიმე იდეა Deep Purple-დან აიღეს. ბევრს მოგზაურობდნენ, ძალიან ბევრს მუშაობდნენ, რაც მაშინ აუცილებელი იყო. იმ დროს ვიდეო კამერები ასე მრავლად არ იყო. უნდა გემუშავოთ კლუბებიდან, პატარა საკონცერტო დარბაზებიდან, უფრო დიდ საკონცერტო დარბაზებიდან. გზაზე წელიწადში 6-8 თვე უნდა ყოფილიყავი. ამ ყველაფერს Deep Purple აკეთებდა. ისინი უკვე კარგები იყვნენ. როდესაც ასე ხშირად უკრავთ, როგორც ისინი, პროფესიონალურად იზრდები. ასე მოიპოვეს პოპულარობა და თან ინროკ უბრალოდ მათთვის საჭირო დროს მოხდა. მოულოდნელად Deep Purple მანიადდა. ბევრ ჯგუფს შეუძლია ხმაურის გამოწვევა, თუმცა ცოტა როკ ჯგუფს შეუძლია ბევრი ხმაური გამოიწვიოს და ისე შეფუთოს, რომ ბევრი ადამიანისთვის მიმზიდველი გახდეს. Deep Purple-ს შესანიშნავი წელი ჰქონდა, რაშიც დიდწილად რიჩი ბლეკმორის მუსიკისადმი მიდგომის დამსახურება იყო. სხვა ჯგუფებს შეუძლიათ წლები დახარჯონ ალბომების კეთებაზე, მაგრამ არ გაჟღერდება ისე როგორც ეს. ხმაუხეშია აგრესიული. როდესაც პირველად მოვისმინე Speed King-ის შესავალი, კინაღამ გული შეტევა დამემართა. პატარა ბიჭი ვიყავი, ღმერთო ჩემო, როგორ შეგეძლია ასეთი ხმა გიტარები და კლავიატურით გამოსცა. ჩემ ჯგუფში კლავიშზე დამკვირვებს ვეძებდით. ვერ ხვდებოდით, რომ ჯონ ლორდი უნდა ყოფილიყავი ის კონკრეტული ხმა, რომ მიგებდა. ჩემმა მეგობარმა თავისი პატარა Von Template ნამდვილად ვერ მიიღო ის. ასევე Hammond B3 მარშალის სრული სიმძლავრითაც კი. ეს კი მთელი ალბომია. ალბომში ყველა სიმღერა ძალიან მოწონს. Speed King ნებისმიერი ალბომის დასაწყებად შესანიშნავი გზაა. Deep Purple-ის In Rock იწყება ხმაურით, არეულობით. ეს თითქოს ტრეკის დასასრულია. არ ვარ დარწმუნებული, როგორ ჩაწერეს. ჩაფიქრებული იყო თუ არა ის, როგორც დასასრული ნაწილი. და შეიძლება შემდეგ ვიღაცამ თქვა, მოდით დასაწყისში დავდოთ. რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ. რადგან ეს არის ხმების ქაოსი და ჯუნგლი, რომელიც ჟღერს. თითქოს ეს ყველაფერი თავისით იშლება, როდესაც ის იფიქრებს. რიჩი თქვა, რომ თუ ის დინამიური და ამაღელობელი არ იყო, მას ალბომში ადგილი არ ჰქონდა. ფიქრობ, ისეთი სიმღერა, როგორიც არის Speed King, ალბომში ტონის დამდგენია და გასათვალისწინებელი.
ეს ნამდვილი მესიის განაცხადია. ის აბსოლუტურად სწრაფად გამოვიდა ხაფანგიდან. რიჩის ძალიან მოსწონდა ჯიმი ჰენდრიქსის Fire და სურდა მართლაც მძლავრი, ენერგიული და სწრაფი ტრეკი შეექმნა. სურდა რომ ის ცოცხალ სეტში ყოფილიყო, რათა მათი ცოცხალი სეტი გაეხსნა. ამით მსმენელს აჩვენებდა რაზე იყო ახალი Deep Purple. პირველი სიმღერით უნდა გაეოცებინათ აუდიტორია, ამიტომ ეს გახსნის ტრეკი აჩვენა არჩევანია. გილანის ტექსტებში ყველაფერი ძალიან მხიარულია. პატარა მინიშნებებია 50-იანი წლების როკ-ენ-როლზე. უამრავი სიმღერაა, რომელიც ცოცხლად დასაკრავად არის შექმნილი. და ჯგუფთან ერთად, რომელიც იმდენს დაუკრავდა, რამდენსაც Deep Purple უკრავდა 70-იან წლებში, არ მგონია, რომ ცუდად ოდესმე გაშარდეს. რადგან ეს უბრალოდ ერთ-ერთი ის ტრეკია, რომელიც მართლაც ამაღელვებელია. როდესაც ამ სიმღერას უსმენთ, მაშინვე გახსენდება შესავალი, რომელსაც ნამდვილი რიტმის, ტემპის და ბალანსის შეგრძნება აქვს, როგორც მძიმე მეტალს ან მოგვიანო ეპოქის მეტალს. რადგან არ არის გამორიცხული, რომ 80-იანი წლების თრეშის ან მეტალიკას ფანატიკოსი, რომელსაც არასდროს მოусმენია Deep Purple-ისთვის, რომ წაიყვანოთ და მოასმენინოთ Speed King, არასდროს იტყვის, რომ თრეშს გავს. ეს ყველაზე ახლოა იმასთან, რაც Purple-მა მიაღწია ამ ალბომით მეტალთან. დავიტყოდი, რომ Smoke on the Water-ის გარდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერაა, რაც Mark Orm-მა ჩაწერა, მისი შემდგომი გავლენის თვალსაზრისით. საბოლოოდ Deep Purple იყო ვირტუოზი hard rock ჯგუფი და in rock-იდან მოყოლებული ისინი იყვნენ უდავო ოსტატები. Led Zeppelin-ი ცოცხლად უკრავდა ხანგრძლივ გაფართოებულ ინსტრუმენტულ ნამუშევრებს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მათ ისეთი პროგრესული როკ ხასიათი ჰქონდათ, როგორც Deep Purple-ს. Purple ყოველთვის ატარებდა ჯემ სესიებს სტუდიურ ჩანაწერებზეც კი. განზრახვა ასეთია. ბიჭებო, ჩვენ აქ რაღაც მართლაც ამაღელვებელს ვაკეთებთ და ყველას გავანადგურებთ. სწორედ ეს ხდება, როდესაც ამ ალბომს ჩართობთ. იდეაში ეს არის საშიში ჯგუფი. ეს ბიჭები საშიშები არიან და ალბომი მხოლოდ ასეთი მაღალი სტანდარტი შეიძლება იყოს. როგორ შეუძლიათ, როცა ასეთი მაღალი სტანდარტის სიმღერით იწყებენ, როგორ ახერხებენ ამის შენარჩუნებას მთელი ალბომის განმავლობაში. ეს საკმაოდ გასაოცარი მიღწევა. რაღაცით კლინიკას არის. ბევრ ადამიანს მოსწონს ეს. რადგან მათ შეუძლიათ თავიანთი მუსიკის რედაქტირება, აწყობა და გალაბაზება. მაგრამ, როდესაც ისინი საბოლოოდ სცენაზე ადიან, შეიძლება მოხდეს ისე, რომ იმ მომენტში საპირისპიროს ფიქრობდეს. მომწონს ეს თავისუფლება. უბრალოდ გასვლა სცენაზე და იმის დაკვრა, რაც იმ მომენტში მინდა. უკრავ რაღაც სრულიად არასტანდარტულს, ისეც, რაც აქამდე არასდროს დამიკრავს. ვფიქრობ, დამოკიდებულება იყო საკვანძო ფაქტორი in rock-ში. მათ იცოდნენ, რომ აპირებდნენ შეექმნათ დიდი კატაკლიზმური ჟღერადობის ჩანაწერი, რომელიც უბრალოდ წაშლიდა კონკურენციას დედამიწის მასშტაბით. განზრახვა ასეთი იყო და ამან იმუშავებდაც. ანუ მართლა მხოლოდ Led Zeppelin-სა და Black Sabbath შეეძლოთ ამ დონის კონკურენციას გამკლავებოდნენ, რადგან სწორედ ესენი იყვნენ უძლიერესი ჯგუფები. ასე რომ, ამ თვალსაზრისით თავიდანვე ასეთი დამოკიდებულება არსებობდა. როჯერ გლოვერი იხსენებდა, რომ ალბომის ჩაწერის დროს მიქსერზე არსებული შემომავალი ხმები მუდმივად წითელ ზონაში იყო.
ისინი დიდი დამოკიდებულებით უკრავდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ცეცხლის წაკიდებას. ისინი იმპროვიზაციული ჯგუფი იყვნენ. ცხადია, ცდილობდნენ ერთმანეთისგან ნაპერწკლების შექმნას და ცეცხლის დადებას. ვფიქრობ, ყველა მათგანმა შესანიშნავი სამუშაო გაწია ამის მისაღწევად. დიდი ხნის წინ დავიწყე რიტმ and blues-ის დაკვრა. 60-იან წლებში. ინგლისში. იქ ვისწავლე ჩემი ჩოპსები და ყველაფერი. ბევრი რამ, რაც ამ პერიოდში ვისწავლე, გზად ყველაფერი გამომაგდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ Deep Purple-ში სწორედ ეს იყო უნიკალური და სრულიად განსხვავებული. იჟური სოლოები ან რიტმ გიტარისტობა კლავიატურასთან ერთად. ეს ფარფლი იყო. ეს ჩვენი ჟღერადობის დიდი ნაწილი იყო. Deep Purple-მა გაიარა Mark I-ის 3 ალბომის ფაზა, რომელმაც გარკვეულწილად საფუძველი ჩაუყარა და ფოკუსს ეძებდა. მათ გააკეთეს პირველი ალბომი Mark II-სთან ერთად, Concerto for Group and Orchestra, რომელიც ერთჯერადი იყო. და ახლა მოულოდნელად რაღაცნაირად გამოვიდა In Rock. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი როკ ალბომი, საეტაპო ჩანაწერი. და ერთ ჩანაწერში მან მოიცვა Mark II-ს CD-ად. ეს ძალიან მძიმე იყო. ეყრდნობოდა 5 მუსიკოსის ელემენტს. და მე იენ გილანსაც ვრთავ მუსიკოსად. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალია, რომლებიც თავს ზღვრამდე უბიძგებდნენ და რეალურად როკ მუსიკის შესაძლებლობების საზღვრებს ცდებოდნენ. მას ასევე ჰქონდა დიდი რწმენა და სანდოობა, რადგან ძალიან მუსიკალური იყო. ძალიან უყვარდა ექსპერიმენტები. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მაგალითად Child in Time თავის თავად ოპერაა. მაგრამ ძალიან ბნელი ოპერა. თუ მას Prince-ა და Bohemian Rhapsody შევადარებ, ცოტა მსუბუქია. ეს გილბერტი და სალივანია ლიგეტისთან შედარებით. ალბომი იწყება Speed King, რომელიც პროტო thrash metal-ია. Thrash metal-ის გამოგონებამდე 20 წლით ადრე. მასია Child in Time, რომელიც უბრალოდ თუ კი Purple-ის რომელიმე ცნობილ და საყვარელ ნაწარმოებებს შეიძლებოდა პროგ-როკი ეწოდეს, მაშინ ალბათ Child in Time იყო ასეთი. ეს უბრალოდ ეპიკური როკ ტრეკია, რომელშიც გილანი მთელი სულით მოერის. იენი ახალია ჯგუფში, რომელმაც ჯგუფი რასაც ქვია გამოაცოცხლა. ეს უბრალოდ შესანიშნავი მძიმე როკია. ანუ მან ფაქტობრივად ჟანრი განსაზღვრა. მისი განწყობა ძალიან მარტივად იწყება. ტექსტი მოგვითხრობს ბირთვულ ეპოქაში ცხოვრებაზე. ვერასოდეს მივხვდი ზუსტად რას ნიშნავდა ეს ტექსტი. თუმცა მგონი შესაძლოა მშვიდობის ბუნდოვანი თხოვნა იყოს. მშვიდობის ბუნდოვანი თხოვნები მაშინ ძალიან პოპულარული იყო. სიმღერა თითქოს ჯარისკაცზე იყო, რომელიც ნანობდა ვიღაცის დახვრეტას ან მსგავს რამეს. მას ერთგვარი ომის ანტისამხედრო განწყობა მოჰქონდა, მაგრამ არ მგონია, რომ ტექსტი დიდად მნიშვნელოვანი ყოფილიყო. მას კარგი მელოდია ჰქონდა. ჰქონდა კარგი აღმა-დაღმა რიფი. მან ჯონ ლორდს და რიჩი ბლეკმორს საშუალება მისცა, რომ მათი ოსტატობა ეჩვენებინათ. You'll see the line that's drawn between the good and the bad. See the blind man, yeah, he's shooting at the world, bullets flying, taking toll. გილანმა მართლაც აჩვენა თუ რატომ ითვლებოდა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ვოკალისტად ამ კონკრეტულ ტრეკზე. ცოცხლად ის ამას წლების განმავლობაში აკეთებდა და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი Deep Purple-ის ისტორიაში. ერთი რამ, რაც იენ გილანმა ჯგუფში შემოიტანა, რაც როდ ევანსს ნამდვილად აკლდა, იყო კივილის უნარი.
მას შეეძლო საკმაოდ ნაზად ემღერა ცოტა ხნით. შემდეგ კი მოულოდნელად აფეთქდებოდა. ამავდროულად ჯგუფის დანარჩენი წევრებიც მასთან ერთად აფეთქდებოდნენ. ჯერ იყო ნაზი პასაჟი, შემდეგ კი მოულოდნელად აფეთქდებოდა. იენ გილანის ხმის ვნება, როდესაც ის აღწევს 3 კივილის კრეშენდოს და თანდათან მაღლა და მაღლა აყავს საოცარია. ცადი ამ სიმღერის შესრულება და კომპრომისზე მოგვიწია წასვლა. მხოლოდ 2 კივილის გაკეთება შევძელე. ის კი ამას ყოველღამე აკეთებდა. ეს ხომ გასაოცარია. ცოცხლად აკეთებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ამით მართლაც დაიმუშავა და გაწელა თავისი ხმა. იმიტომ რომ თუ Child in Times მომუსმენ, მასში უამრავი ვოკალური ტანვარჯიშია. შესრულებას უდიდესი ძალის მევარჯიშდება. გასაოცარია, რომ მას შეეძლო ყველაფრის მიწოდება. ძალიან მინიშნებითი შესავლიდან ბოლომდე. უზარმაზარი კივილებით, რომლებიც სადღაც ორგაზმსა და სიკვდილის ტკივილს შორისაა. მაგრამ როგორღაც მათ აერთიანებს და მართლაც გამიჯებს. ეს საოცარი ვოკალური შესრულება. ერთ-ერთი უდიდესი ვოკალური შესრულება, რაც კი როკში ოდესმე შეძლეს. როდესაც პირველად მოვისმინე ეს ტრეკი, მახსოვს, ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, ეს წარმოუდგენელია. შემდეგ ისევ თავიდან მოსმენდი და მე ისევ თავიდან. შემდეგ კი როდესაც რიჩი შემოდის თავისი კაშკაშა გიტარის სოლოთი, რომელიც აშკარად სხვადასხვა სექციაში აქვს კომპოზირებული და რომელიც ძალიან თავისუფლად მუშაობს. ვიფიქრებდით, რომ ის უბრალოდ შევიდა და თავიდანვე დაუკრა. ეს ძალიან ლამაზი, ძალიან კომპლექსური და რთულია მომღერლის თვალსაზრისითაც კი. რომ მოусმინო მუსიკას, მოусმინო ფრაზებს და მოусმინო დროის შეგრძნებას, რადგან მისი დროის შეგრძნება და ის აბსოლუტურად უნაყოფოა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უდიდესი გიტარის სოლოა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უდიდესი სიმღერაა. He had some fairly overblown. მას საკმაოდ გაზვიადებული იდეები ჰქონდა, მაგრამ ხანდახან იყო პირიქით. ზოგჯერ ნამდვილი ეკონომიზმი ჰქონდა. ამას ემატებოდა ლამაზად დაგრული, თითქმის ყოველთვის მელოდიური კომპოზიცია. მეორე მხრივ მას ჰქონდა ცეცხლოვანი, გააფთრებული დაბლის სტილი და ასევე ცვალებადი განწყობა. ასე რომ ის იყო გენიოსი. მრავალი თვალსაზრისით გიტარის გმირია. ვინმე თუ განსაზღვრავს მცნებას გიტარის გმირი ეს სხვა არ არის. სწორედ ამ დროს გამოვიდა ბლეკმორი წინაპლანზე, როგორც ჯგუფის ყველაზე ვიზუალურად დომინანტი წევრი. ეს ზოგადად მომღერლის საქმეა, მაგრამ რიჩი ამას არაფრად აგდება. მით უმეტეს, რომ ის უკვე 3 წელი იყო ჯგუფში, ხოლო გილანი ახალი წევრი იყო.
ამიტომ ის ხტუნაობდა, გიტარას იხსნიდა, აქეთ-იქით ატრიალებდა. შოუს დასასრულს მასზე სტრობულ განათებებს რთავდნენ და სხვა ყველა ნატურას აკრობდნენ, რათა მხოლოდ მისი მოძრაობები დაგენახათ. ის გიტარებსაც ამტვრევდა შოუს ბოლოს, ასე რომ მას ყურადღების ცენტრში ყოფნა სურდა. Sweet child in time, you'll see the line that's drawn between the good. Child in Time ემოციურად მძიმე სიმღერაა, თუმცა Speed King ძლიერი rock and roll ტრეკია. Child in Time მძიმეა სხვა გაგებით. ის არის უზომოდ ემოციური ტრეკი. ვფიქრობ, Ian Gillanმა საკმაოდ უდარდება თქვა, რომ მას ამ ტექსტში არანაირი აზრი არ ჩაუდგა. რაღაც ხმაური იყო და უბრალოდ მღეროდა იმას, რაც თავში მოუვიდა. რაც ვფიქრობ, გარკვეულწილად არაპატიოსანი და ცოტა სისულელია, რადგან ეს ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრეკია. ისეთი საკულტო როკ კლასიკაა, რომ ვფიქრობ, მისი არსებობა მართლაც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც მას უსმენს. და რომ მუსიკაში საკმარისი აზრია, მას შეეძლო ბევრი სისულელე ემღერა, მაგრამ არ მგონია, რომ ის ისეთი თავისუფალი იყოს, როგორც თვითონ ამტკიცებდა. შესაძლოა უბრალოდ ცდილობდა, რომ შეემცირებინა ფარგლის ნებისმიერი კომპოზიცია. ამჟამად Child in Time ცოცხლად აღარასდროს უკრავს, რადგან ვოკალი აღარ ხავს. მინდა ადანაშაულებს მას. მაგრამ ის ფაქტი, რომ ცოცხლად ერთხელ სინამდვილეში ერთზენმეტჯერ გააკეთა, ეს მართლაც მისი დიდი დამსახურებაა. არ ვიცნობ ბევრ მომღერალს, ვინც წლების განმავლობაში ამას შეეცდებოდა. ოპერის მომღერალი გააკეთებდა ამას, არ ვიცი, ეს აბსოლუტურად გასაოცარია. Child in Time კარგი იყო. მუსიკა და ვოკალი ძალიან განსხვავებული იყო. In-rockიც კარგი იყო. საერთოდ ეს კარგი პერიოდი იყო. ჩვენ წინ მივდიოდით. In-rockმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ეს საკვანძო როკ ალბომია. ის ნამდვილად არ არის მათი სიმღერების უძლიერესი კრებული. Machine Head გაცილებით უფრო სრულყოფილი ალბომია, ბევრად მეტი სიღრმე აქვს. მაგრამ In-rockის ორიგინალურ შვიტრეკიან ალბომზე ორი სრულფასოვანი კლასიკა გვაქვს. Child in Time და Speed King. სხვა ტრეკებიც არ არის ცუდი, მაგრამ ისინი არ დარჩა მეხსიერებაში. Speed King და Child in Time არ არის მხოლოდ Deep Purple-ის კლასიკა. ისინი როკ კლასიკაა. მართალია, ალბომის მეორე ნახევარი ნამდვილად არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ის პირველი სამი სიმღერა, მაგრამ პირველი გვერდი გასაოცარი რამაა. ხშირად Deep Purple-ის ნაწარმოებებში კომპოზიცია არ იყო. სტუდიაში შესვლისას ძირითადად მხოლოდ იდეები არსებობდა. Deep Purple-ის მაგია ძველ დროში ის იყო, რომ ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა, რადგან როცა ფირზე ვიწერდით, ჩვენც პირველად ვუკრავდით ნაწარმოებს. ეს მაშინ ჯადოსნობა იყო, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ხშირად ვუკრავდით რაღაცებს, რისი დაკვრაც სიამონებას გვანიჭებდა, თუმცა თუ მას ალბომის კონტექსტიდან ამოიღებთ, არ მოусმენთ მას. 35-40 წუთიანი ალბომის კონტექსტში ეს სწორი იყო. ფიქრობ, მაყურებელი Deep Purple-ისგან ვირტუოზულ ჩვენებას ელოდა და მიიღო კიდეც. ისინი ბევრ ხმაურს ელოდნენ. ისინი დინამიკას ელოდნენ და რაღაც საკმაოდ დამაღელვებითს. ვერ გადავაჭარბებ სოლოების ამ საქმეს, რაზეც ახლა იცით, არავის არასოდეს უოცნებია ასეთი სოლოების დაკვრაზე. მაგრამ რიჩი კლასიკური მუსიკის პატარა ნაწყვეტებს ჩააგდდა. მას შეეძლო ბახის ნაწყვეტი ჩაეგდო, ან Jingle Bells-ის ნაწყვეტი, თუ შობა იქნებოდა. მას შეეძლო ტრივიალური პოპ სიმღერა ჩაეგდო თავისი სოლოს შუაგულში. ეს სოლოები მაშინ შესრულდებოდა, როცა ჯგუფის დანარჩენი წევრები არაფერს აკეთებდნენ. ახლა ამის წარმოდგენა შეუძლებელია, რომ ჯგუფი სცენას დატოვებდა თავის ერთ-ერთი წევრისთვის, რათა არსებითად თავისი ოსტატობა ეჩვენებინა. მაგრამ სწორედ ეს მოხდა Deep Purple-ისთან. ეს მათგან მოსალოდნელი იყო. ეს იყო საკვანძო რამ, რომ ისინი თავიანთ ინსტრუმენტულ ვირტუოზობას აჩვენებდნენ.
ეს ბიჭები საოცრად ნიჭიერები იყვნენ. ყველაფერი კარგად იყო. ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს ერთმანეთის კომპანიაში სცენაზე და რა თქმა უნდა კომფორტულად ყველა გარშემოყოფის ნიჭის დონით. რადგან ისინი ამ ხანგრძლივ ჯემებში შედიოდნენ. ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ თუ წარმოუდგენლად კომფორტულად გრძნობთ თავს და ის ფაქტი რომ ისინი ამას ყოველდღე აკეთებდნენ უბრალოდ გაძლევთ იმ ნიშნებას თუ რამდენად ნიჭიერები იყვნენ ისინი. ეს ალბათ იცოდნენ, იმიტომ რომ ასეთი ჯემინგი ეს მართლაც თავის გამოჩენა. ეს მუსიკალური თავის გამოჩენა. მათ იცოდნენ რომ ძალიან კარგები იყვნენ. ქის იყო ჯგუფი რომელიც გიტარას ამსხვრევდა. რადგან გრძნობდნენ რომ ეს უნდა გაეკეთებინათ დიდი დრამატული ფინალის ყველას. არ მგონია რიჩი ბლეკმორმა გიტარა დაამსხვრია მხოლოდ იმიტომ რომ თვლიდა ასე უნდა მოქცეულიყო. ფიქრობ უბრალოდ ცდილობდა თავი ხელში აეყვანა. ეს ალბათ ყველაფერი იყო რაც შეეძლო გაეკეთებინა. ფიქრობ რიჩის აზრით იენ გილანი მის მიმართ სათანადო პატივისცემას არ ავლენდა. ჯგუფში მისი პოზიციის გათვალისწინებით. ისინი ერთმანეთს ვერასდროს ეწყობოდნენ. და ვერ შეძლებდნენ. რიჩირთული პიროვნება იყო. ის შეიძლებოდა მოუქნელი ყოფილიყო. მას ყოველთვის საკუთარი ცალკე გასახდელი ოთახი ჰქონდა. როგორც რიჩი ამბობდა, ამის მიზეზი იყო ის, რომ არ შეეძლო გიტარის ხმაურში აწვება. რიჩი როდესაც უკრავს, ცდილობს ყველას ცეცხლი წაუკიდოს სცენაზე. მართალია. დიახ, ასეა. ანუ ეს ერთგვარი კომპოზიციაა. მახსოვს, როდესაც Deep Purple შევუერთდი მითხრა დაიმახსოვრე და ცუდად ნუ გამიგებ. მაგრამ ყოველდღე ვეცდები სცენიდან გაგაგდო. მე კი ვუთხარი. კარგი, შესანიშნავია. ამ შემთხვევაში მეც ვეცდები იგივე გავაკეთო. მან კი ღიმილით მითხრა, თუ ამას გააკეთებ შესანიშნავია. კარგ დროს გავატარებთ. მართლა არ იცოდი რიჩი გაგიღიმებდა თუ სახეში გაგარტყამდა. და ვფიქრობ რომ ეს არასტაბილური თვისება მხოლოდ Deep Purple-ის დაშლის მიზეზი გახდა. განსაკუთრებით მარკორის შემადგენლობის დროს. მაგრამ სწორედ ეს ხდიდა მათ ასეთ ამაღელვებას, რადგან მუსიკაში შემოქმედებითი პროცესები მიდიოდა. ამას ნამდვილად შეამჩნევდით სცენაზე. წარმოიდგინეთ, რომ გარკვეული კონცერტების შემდეგ კულისებში რამდენიმე ჩხუბი მოხდა. თუ სცენაზე შესვლამას დაუშვებ და რიჩი ბლეკმორის ჯგუფში ხარ, პასუხს აუცილებლად მიიღებ. In Rock-მა Deep Purple უმაღლესი ლიგის როკ ბენდად დაამკვიდრა და მათ ეს პოზიცია 3-4 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს, სანამ მათთვის ყველაფერი ცუდად დაწავდა. არსებობს ბრიტანული როკ ბენდების წმინდა სამება, რომლებმაც 70-იანი წლების როკის ჟღერადობა ჩამოაყალიბეს. ესენია Led Zeppelin, Deep Purple და Black Sabbath. ყველა ძალიან განსხვავებული ჟღერადობა ჰქონდა. ყველა უზარმაზარ გავლენას ახდენდა. ყველამ ჩაწერა ფანტასტიკური ალბომების სერია. In Rock-დან მოყოლებული Deep Purple-მა ნამდვილად გაცვალა პოზიციები Sabbath-თან და Zeppelin-თან. ჯერა რომ In Rock-მა ჩამოაყალიბა Deep Purple სტილი. გულისხმობ იმპროვიზაციის სუნარს ან თავად შესრულებას, თუმცა ის ძალიან დისციპლინირებულია და სინამდვილეში ძიმე კლასიკურ ჟღერადობას ავლენს. ბლუზ ბასით და ძალიან ბრიტანული ხასიათით. ასევე იგრძნობოდა Beatles-ის გავლენა, რადგან ხშირად ატარებდნენ ექსპერიმენტებს ხმებით და ჟღერადობით. მაგალითად, ამის მოსმენა შეგიძლიათ Child in Time-ში. ფიქრობ, სწორედ მათ შექმნეს დინამიური, ძიმე ბრიტანული რიტმი. სცენაზე ბევრი ინტენსიური აქტუალობა გვაქვს. ეს ადრენალინი ვითარ. ერთგვარი ნერვული ყოფა. ადამიანებს ან უყვართ, ან ეშინიათ მისი. ამიტომ ბევრი ადამიანი გწონს. რადგან ასეთი მომთხოვნები. თუ მუსიკა არ მოგწონს, უნდა გამოვთ. უბრალოდ არ შეგიძლია ჩვენს მუსიკაზე ლაპარაკი. არ გვინდა ვინმე მასზე ილაპარაკოს. ასე რომ ისინი ან არაფერს ამბობენ, ან მედია. ამიტომაც მაგალითად ინგლისში რადიოში არ გვიშვებენ, რადგან დიასახლისებს არ შეუძლიათ მტრის გადაწმენდა, როცა რადიოში ვუკრავთ.
მეტალის თვალსაზრისით, ახალგაზრდა ბენდებზე მაქვს საუბარი, რომლებიც 70-იანი წლების შუა პერიოდიდან ადრეულ 80-იანებამდე მოღვაწეობდნენ, Deep Purple მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ამ სფეროზე. Mark II ნამდვილად იყო ის შემადგენლობა, რომელსაც ყველა ახალბედა, ახალგაზრდა მეტალ მუსიკოსი ენადგებდა. Lars Ulrichიდან დაწყებული, Steve Harrisითა და Metallica-ის სხვა შემსრულებლებით დამთავრებული. In Rock არის ალბომი, რომელსაც ხალხი ხშირად უსმენს არა მხოლოდ Child in Time-ის, არამედ მათი რიტმის გამო. Deep Purple-ის ლეგენდა როკში შეიქმნა. ამაში ეჭვი არ მეპარება. ისინი მაშინვე რომ დაშლილიყვნენ, მაინც უზარმაზარი გავლენა ექნებოდათ 70-იანი წლების როკის განვითარებაზე. Deep Purple-ს ყოველთვის განსხვავებული ჟღერადობა ჰქონდა Black Sabbath-ისა და Led Zeppelin-ისგან განსხვავებით. სამივე ჯგუფი ძალიან განსხვავებულად ჟღერდა. ეს იმ დროის ერთ-ერთი განუსაზღვრელი ჩანაწერია. მასში ბევრი სირთულეა. John Lordis და Richie Blackmore-ის მუსიკალურმა ურთიერთობამ ახალ დონეს მიაღწია. ეს იყო პროგრესული მუსიკა, ძიმე პროგრესული მუსიკა. In Rock არის არქეტიპული, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით ძიმე მეტალის ჩანაწერი. Two albums, Deep Purple, In Rock's Dark Note. დარწმუნებული ხართ, რომ მართლაც ამკვიდრებთ თქვენს ავტორიტეტს და ამბობთ, რომ ჩვენ ვართ მეფეები იმისა, რაც ახლა ხდება. ეს ძალიან თამამი სათაური იყო და მათ შეასრულეს დაპირება. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.